პირველ რიგში ახლა თქვენ ანახეთ და აი ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩვენ ვართ მომსწრე დიადი ადამიანური ამბების. მართლა ენით აუწერელი ალბათ ყველაფერი კარგად როცა დამთავრდება მე დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი საქართველოს გამარჯვებით დამთავრდება და ჩვენ ამ შავ ჭირს დავძლევთ. მერე ესეთი გვერდითი ისტორიები ამ დიდ ბრძოლას შეავსებს და ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული იქნება აი ეს სიმონია ხო ეს ბიჭი გვარად დავით სიმონია რომელიც თავის ძაღლთან ერთად იდგა მთელი ეს დღეები იზოლატორთან და მეგობართან რომელიც იყო ციხეში და ესენი ელოდნენ ციხესთან და ასეთ რაღაცებზე ფილმები, წიგნები დაიწერება და ფილმები, იმიტომ რომ შეუძლებელია ემოციის გარეშე ესეთ რაღაცებს შეხედო. წარმოუდგენელია უბრალოდ ეს არის ის ენერგია, რომელსაც ვერაფერი ვერ გათელავს. ამიტომ მე აბსოლუტურად ოპტიმისტურად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 50-ზე მეტი ადამიანი დაპატიმრებულია, ჩვენ ვხედავთ უსისხლძარღვო სასამართლოს, რომელიც საერთოდ გონიერების კარა ჯანსაღი აზრის ფარგლებიდან არის გასული. ადამიანებს აჯარიმებენ რაღაც იღბების გამო, ადამიანებს აჯარიმებენ აი ზებრაზე გადასვლის გამო ეუბნებიან რომ გასაკეთავდნენ. ნუ სისულელე ხო ყველამ ხო ვიცით, რაც უფრო აბსურდული იქნება, მით უფრო რეჟიმი შიშვლდება. სად არის ხა შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს განცდა რომ ეს ყველაფერი სწრაფად უნდა მორჩეს. იმიტომ რომ ჩვენ ხომ გვაქვს მაშინ ერთ დამატებით შეკითხვასაც დაგისვამ. ეხლა თქვენ ახსენეთ ჯარიმები. ახსენეთ ამ ადამიანების წვალება, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, უკეთეს შემთხვევაში დღეების განმავლობაში ატარებენ ამ სასამართლო პროცესებზე, იქ ცალკე უშლიან ნერვებს, იმიტომ რომ სიხარ ადამიანი და აშკარად უსამართლობას უყურებს შენთან დაკავშირებულს, მოგონილს აბსოლუტურად არაფერზე გიჟიან მაგალითათვის 5000 ლარს. დღეს ჩვენი მეგობრი, ჩვენი თანამშრომლის მამამთილი დააჯარიმეს უპატიოსნესი ადამიანი, ასაკოვანი ადამიანი, რომელიც ამ აქციაში უბრალოდ მონაწილეობდა, იმდენად კანონმორჩილი ადამიანი, რომ იმაზე წითელზე და იმაზე კი არა, რა ვიცი, ეს გამორჩეული არის თავისო 5000 ლარით და თურმე მოსამართლისთვის უთხოვია, რომ ეს იმდენად დიდი თანხა არისო, რომ მირჩევნიაო, რომ ჩავჯდეო ვიყო რამდენიმე დღის განმავლობაში, ვიდრე ეს თანხა ოჯახს მოვაკლოვდა. ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა არის. ანუ ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს, რომ სრულიად არაადეკვატურად გაზრდილი ჯარიმები და ასე შემდეგ, ხო, მათ შორის ამ კუთხით გამოფიტვის პოლიტიკაც მიდის. ხო, ანუ ეს შეჯიბრი, უხეშად რო ვთქვათ, მათ შორის რესურსების ომიც არის. და არის რაღაცა სფეროები, რაღაცა რესურსები, რომელშიც რთულია, რომ ხალხს კონდეს უპირატესობა, ხო, იმ პირობებში, როდესაც უზურპირებული ხელისუფლების პირობებში რესურსების თვალსაზრისით არის მინდა ესეთი ბიბლიური ისინი ეტლები და ხუნებითა ჩვენ სახელით და უბრძანო შიშველი ხელებით. სუფთა ეგეთი შედარება, იმიტომ რომ ტელევიზიების ისინი გასაჭირი აქეთ მართლა 5000 ლარიან ჯარიმებს იმაშვებიან, პარტიებიც პრაქტიკულად ბიუჯეტის გარეშე არსებობენ. ეს ყველაფერი ესეა. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რაც უფრო აბსურდულია თავისი შინაარსით რეჟიმი, მით უფრო გამოფიტულია თავისი არსით. ეხლა ქრესტომატიული მაგალითები არსებობს, როდესაც ყველა რეჟიმი თავს აჩვენებს მშვიდად, ძლიერად, თავდაჯერებულად. ყველაზე ამის კარგი მაგალითი ეგერ ჩაუშესკუა, რომელიც საკუთარი მიტინგამდე სასახლეს აწყობდა და აშენებდა და ბოლოდ საკუთარ მოწყობილ მიტინგზე დაემხო და 4 დღეში დახვრიტეს. ასე რომ ასეთივე ზუსტად ბედი გაიზიარა, შორს არ წავიდეთ, ხო ვიღაცას ეს ვარ ჩაუშესკოს ბედი რო არ მოეწონს, იანუკოვიჩი ბოლო მომენტამდე მე შეგახსენებთ, ამიტომ საჩვენე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მე უნდა გავავსოთ, იმიტომ რომ იგივე ეხება იმ მოთხოვნებს, რომელზეც ვსაუბრობთ. იანუკოვიჩი ბოლო მომენტამდე თუ გახსოვთ, კლიჩკო და პოლიტიკოსები და შუამავალი ჩვენი პარტნიორები როცა იყვნენ, მევიდა ადამიანებთან, უკვე გატანჯულ ნაომარ ადამიანებთან, ადამიანებთან
მეგობრები დაკარგეს ამ ბრძოლაში და დასახიჩდნენ და ეუბნება რომ იანუკოვიჩი იმამდე იანვრამდე უნდა დეკემბრამდე უნდა იყო თებერვალია და დეკემბრამდე ისევ პრეზიდენტი უნდა იყოსო და ეს იყო კომპრომისი რომელიც იქ ხალხს წაუკითხეს და ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ეს როგორ დამთავრდა ისე რომ ავარდა ერთ-ერთი რიგითი ადამიანი აი ისეთები რომლებიც რუსთაველზე დგანან რომლის სახელი და გვარი არც მედიამიცი შეიძლება ასე და არც საზოგადოება დიდად არ ცნობს და იმან გაახმოვანა მთელი ეს ტკივილი არავითარი ხვალ 10 საათამდე არ გადადგება იანუკოვიჩი და მივდივართ მის სასახლეში და ღამის 3 საათზე იანუკოვიჩი გაფრინდა ჯერ ხარკოვში და მერე სარატოვში და დედა რუსეთში ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს რეჟიმი ყოველთვის ესე მოიქცევა თავს მოაჩვენებს ვითომ მარაგი დიდი აქვს და რესურსი აქვს მისი ზუსტად იგივენაირად იღებდნენ აი ამ იდიოტურ კანონებს აი ამ ბალაკლავების რა ვიცი უარესი კანონი მიიღეს სამშენებლო ჩაფხუტის დახურვის საშუალებას არ აძლევდნენ და უფლებას და 5000 ლარიან ჯარიმას ჩვენი პერიფრაზე რო გავაკეთოთ რა მოიგონა ხალხმა ქვაბები ვედროები რაღაც ესეთი რაღაცები დაიხურეს და იმითი გამოდიოდნენ რომ თავი დაეცვა შეუძლებელია როგორც წყალი რომელიც აზვირთებულია რომ მოდის ვერანაირი დამბა ვერ გააჩერებს რაც არ უნდა იქ ბლინდაჟები ჩაალაგო რაც არ უნდა ჩახერგო რაც არ უნდა იმიტომ რომ წყალი არის წყალი ნახავს ნახვრეთს გავა იმ ნახვრეთში გახვრიტავს და მე მაინც წააქცევს წასაქცევს ამიტომ შეუძლებელია ამ ენერგიის დაშრეტა გვახსოვს ეს ბრიყვი კობახიძე 20 იანვარს არავინ არ იქნებაო 20 იანვარს ვნახეთ და უკვე 23 იანვარი დგება და ხალხი იცევ ქუჩაშია ტყუილა გონია ვინმეს თავების თულას ის არის რა ქვიას ვინც ყველაზე მეტად ძირითადად ყოველდღე დგას აი მართა შეხედა ველაპარაკები ადამიანზე მონადირეები ვით არიან მონადირეები ხო ამინც რო უყურებენ ხარი საიდან მოდის წვიმა ხრუბელს აი ესე არიან ხალხი აბა დღეს როგორ იქნება წვიმა იქნება ხალხი იქიდან მოვა მე თუ ოდნავ შეთხელდა საზმაოს ყველაზე ხმაურიანი და კონსოლიდირებული ჯგუფი იქიდან მოდის და საოცარი ხმით იძახის გოგო აი ის იქნება ალბათ სიმბოლო ბრძოლის ცეცხლი ოლიგარქიას იმისთან ხმით ამბობს რომ შეუძლებელია იმან ენერგიის და ემოციის გარეშე დაგტოვოს შეუძლია ისეთი ამბები ხდება ისეთი ხალხი არის აღმდგარი და ისეთი ხალხი ითხოვს ამათ წასვლას რომ შეუძლებელია ამათ წასვლას ახლა მე რბილად ვამბობ იმიტომ რომ წასვლა ის სიტყვა რომელიც ყველაზე ნაკლებად გამოიყენება ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ ეხლა არის თავარ კიდე ერთი რამე მოთხოვნებზე როცა ვლაპარაკობთ აი ძირითადი მოთხოვნები ეს ჩემი ეს ვთქვათ კრიტიკული ხედვა უბრალოდ კრიტიკული არა მე მგონია რომ ჩვენ აქამდე მივავთ ჩვენ მაინც აღმოჩნდით ძალიან მომთმენი ხალხი სხვა შორის უკრაინელებისგან და ბევრი ჩვენი მოძმე ხალხისგან განსხვავებით მომთმენი იმიტომ რომ ამ მომენტისთვის აი იმ უბედურებების რაც ხალხმა უკვე გამოიარა და არა მარტო ეხლა ურითმე წინა ფაზასაც გულისხმობ როცა რუსული კანონი მიიღეს ერთადერთი მოთხოვნა იქნებოდა რეჟიმის დამხობა რავი სიტყვა ვითხვარ ამას გააჯვით აი რაც გინდა სიტყვას ვიხმარ რომელიც კაფიოდ გამოხატავს რომ საქართველოს ივანიშვილის გარეშე ანუ ლოზუნგურად რო ვთქვა დღეს ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. თუმცა როცა ვლაპარაკობთ ამ ორ მოთხოვნაზე, ყველა ნებისმიერ ადამიანს კარგად ესმის. არჩევნებზე ვლაპარაკობთ და ვის თხოვთ არჩევნებს? შულერს, რომელიც მუდმივად არჩევნებს აყალბებს? და ის ზუსტად აქ იყო, რომ ის ბიჭი, რომელიც აუვარდა კლიჩკოს, ასე ეუბნება, დეკემბრამდეო ჩვენო სათითაო დაგვიჭერენ და ტყავს გაგვაძრობენ. როგორც კი ამ ეს რაღაცაზე დაითანხმოთ, რომელიც 4 თვის მერე იქნება, ამ 4 თვეში ჯოჯოხეთში გაგატარებს. ჯოჯოხეთში გაგატარებს. პოლიტპატიმრებისგან თავისუფლებას ვითხოვთ. აბსოლუტურად სამართლიანია და ესეთ პროცესს მუდმივად ახლავს, იმიტომ რომ ეს არის ადამიანური ემპათიისა და ადამიანური სოლიდარობის და შენი მებრძოლი ადამიანების გვერდში დგომის გამოხატულება. მაგრამ ისიც ხო კარგად გვესმის, რომ დღეს ამათ დაიჭერს, გამოუშვა შეიძლება ნაწილი დაიტოვოს და შემდეგი იმებით შეავსოს. აგერ ციხე 600 ადგილით გამოანთავისუფლეს და დიდი ალბათობით ეს არის მომიტინგე ადამიანების განკუთვნილი, ხო? ანუ და ამითი დაიწყებს ისევ ვაჭრობას. ანუ პირველი მოთხოვნა და მეორე მოთხოვნა, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია და ცალსახა აგერ ნიკაც ლაპარაკობდა გამოსავალი და ყველა ამას ვიძახ, რა თქმა უნდა, გამოსავალი არჩევნებია. მაგრამ როგორი არჩევნები? ეშმაკი ხომ დეტალებშია.
როგორც კი ჩვენ დაუჯდებით ამ შულერს მაგიდაზე და დაიწყება არჩევნებზე ლაპარაკი, როგორც კი შეგითრევს ხვრელში, მერე ამათი ძალა რაშია? ამაზე ძალა არის, რომ თუ გაგთიშეს, მერე სათითაოდ დედას გიტირებენ. ასე აკეთებდა ყველა რეჟიმი და არაფრით არ განსხვავდება ეს. თავისი იმითი რა ქვია, უსისხლძარღობით ივანიშვილი იანუკოვიჩზეც უარესია. იანუკოვიჩი სეპარატიზმზე აღარ წავიდა. თავპირი დაამტვრია, დახოცა ხალხი, მაგრამ როცა გაიქცა ხარკოვში, დონბასში თუ გახსოვს, რუსები თხოვდნენ, რომ დონბასის ცალკე რესპუბლიკა გამოაცხადეთ და ეს უკვე ვეღარ გავიდა. ანუ რაღაცა ზღვარი არსებობდა. და აი ამ ზღვარი რო არსებობდა, აი ამაზე პასუხი იყო, როცა ივანიშვილი გამოვიდა 29 აპრილს და გითხრა რომ მე იანუკოვიჩი არ გეგონოთ. არავის არ გონია იანუკოვიჩი, მაგრამ ჩაუშესკოსავით დაამთავრებს. და ამ მოკუჩებული ფული როგორია აქ და ერთი მხრივ ეს არის ძალიან სახიფათო ეს მთელი ქონება რო აქ მოაგროვა. იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ ქვეყანა აქცია რეზერვუარად. ჩვენ გადაგვაქცია ქვეყანა რაღაც ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრედ, სადაც ერთადერთი ფუნქცია აქვს ამ ციხესიმაგრეს დაიცვას ამ ერთი გიჟის ქონება. და ისიც კარგად დავინახეთ რომ არც ერთი ადამიანის მე ჩეულებრივ ადამიანზე არა, მის გვერდზე მყოფი ადამიანების ბედიც არ აღერვებს, აღელვებს მხოლოდ თავისი ქონების ბედი. ეს სახიფათო რამ არის. მაგრამ მეორე მხრივ უნდა კარგად ესმოდეს ივანიშვილი, რაც ფული არასდროს არ აკლდა ამ კაცს, მაგრამ რაც ხელისუფლებაში მოვიდა ივანიშვილი, თითქმის გაორმაგდა მისი ქონება. და მოაკუჩოს აქ ყველაფერი. კანონით გადაეცემა ეს ხალხს და სახელმწიფოს. იმ მიყენებული ზიანის და ზარალის გამო, რომელიც და ივანიშვილი დარჩება მარტო ჭორვილის სახლი. აი ესე დაამთავრებს. ჭორვილის სახლის ამარა დარჩება. და ის არის, ამიტომ ეს ბრძოლა ძალიან მთავარ ფაზაში შედის ახლა, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.